საბჭოთა კავშირის ისტორიაში დღემდე შემორჩენილია არაერთი ბნელი ეპიზოდი. მათგან ერთ-ერთია ის, თუ როგორ აღსრულდებოდა ხოლმე სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა. ეს განსაკუთრებით 60-იან 90-იან წლებს ეხება, როდესაც განაჩენის აღსრულება განსაკუთრებით გასაიდუმლოვდა. ახლა შევეცდები მოგიყვეთ რა როგორ ხდებოდა. ყველაზე ხშირად განაჩენის აღსრულება საგამოძიებო იზოლატორებში ხორციელდებოდა, თუმცა ცხადია, ყველაში არა, გამორჩეულ იზოლატორებში. ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში არსებობდა სულ მცირე ერთი მაინც ასეთი განსაკუთრებული დანიშნულების იზოლატორი. რუსეთში ასეთები საკმაოდ ბევრი იყო, უკრაინაში 2, აზერბაიჯანში მაგალითად 3, შუა აზიის რესპუბლიკებში კი რატომღაც 4-4. რატომ იყო ასეთი განაწილება, ისტორია ამაზე დუმს. განაჩენს სპეციალური ბრძანებით დანიშნული ადამიანები აღასრულებდნენ. ჯალათის პროფესიის მოწოდებით და გულის კარნახით არჩევა არ შეიძლებოდა. ითვლებოდა და ალბათ სამართლიანადაც, რომ მოხალისეებს შორის დიდი ალბათობით ავადმყოფური ფსიქიკის ან გაუკუღმართებული ლტოლვების მქონე ადამიანები აღმოჩნდებოდნენ. თუმცა დახვრეტის ჯგუფის წევრად ჩაწერა დაძალებითაც არ ხდებოდა. ჩვეულებრივ უფროსობა იკვლევდა. ხელქვეითებს შორის ვინ იყო უკმაყოფილო ხელფასით, ან ვის ესაჭიროებოდა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ასეთ თანამშრომლებს იწვევდნენ, გასაუბრებას უტარებდნენ და ცდილობდნენ ასეთი სამუშაოთი დაინტერესებინათ. თუ კი გასაუბრებისას ადამიანი თანხმობას განაცხადებდა, შემდეგ უკვე მას სპეციალური ბრძანებით ნიშნავდნენ ჯალათად. სხვათა შორის 1960-დან 1990 წლამდე არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ ჯალათი საკუთარი განცხადებით წასულიყო სამსახურიდან. საბჭოთა მუშაკებმა თავისი საქმე იცოდნენ და ზუსტად არჩევდნენ ხოლმე საჭირო კადრს. ჯალათთა შორის სიცოცხლის ნებაყოფილობით დასრულების შემთხვევებიც არ დაფიქსირებულა. ისინი ყველანი ძლიერი ნერვების და მტკიცე ფსიქიკური მდგომარეობის მქონე ადამიანები იყვნენ. სტალინური ეპოქისგან განსხვავებით, როდესაც ადამიანებს უმეტესად პირდაპირ განაჩენის გამოსხედებისთანავე ხვრეტდნენ, 60-იანი წლებიდან ამ საქმეში აღარ ჩქარობდნენ. სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების მომენტიდან სასჯელის აღსრულებამდე რამდენიმე თვე, ან ზოგჯერ რამდენიმე წელიც გადიოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში სიკვდილ მისჯილი სამარტოო კამერაში იჯდა იმ ქალაქში, სადაც მისი სასამართლო გაიმართა. სპეციალურ იზოლატორში სიკვდილ მისჯილი მხოლოდ მას მერე გადაჰყავდათ, რაც შეწყალების ყველა თხოვნაზე უარყოფითი პასუხი მოდიოდა. ამ მომენტიდან ადამიანს რამდენიმე დღის სიცოცხლე რჩებოდა. სპეციზოლატორში პატიმარს თმას პარსავდნენ და სპეც ტანსაცმელს აცმევდნენ. ეს იყო ზოლიანი ფორმა ღია და მუქი რუხი ზოლებით. სანამ პატიმარი სამარტოო საკანში თავის აღსასრულს ელოდა, იზოლატორის უფროსი სპეციალურ დამხრეთ ჯგუფს კრებდა. ამ ჯგუფში შედიოდნენ ჯალათი, ექიმი, პროკურატურის თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამმართველოს ოპერატიულ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი. თავდაპირველად პროკურატურის წარმომადგენელი სიკვდილ მისჯილის პირად საქმეს ეცნობოდა. შემდეგ 2 ან 3 შეიარაღებულ ბადრაკს შენობაში ხელბორკილებიანი პატიმარი შემოყავდათ. წიგნებსა და ფილმებში ნაჩვენებია, რომ ამ დროს სიკვდილ მისჯილს აცნობებენ, რომ მისი თხოვნა შეწყალებაზე უარყოფილია. ამ შეტყობინებისას სასოწარკვეთის სული შემძვრელი სცენები მოსდევს ხოლმე. თუმცა სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად იყო. პროკურატურის წარმომადგენელი პატიმარს ეკითხებოდა ვინაობას, დაბადების თარიღს და ადგილს, ასევე სისხლის სამართლის მუხლს, რომლითაც ის გაასამართლეს. ამის მერე სიკვდილ მისჯილს პროტოკოლზე ხელს აწერინებდნენ, ამის მერე კი პატიმარს ეუბნებოდნენ, რომ საჭირო იყო კიდევ ერთი თხოვნის შედგენა შეწყალებას და რომ ეს თავარი თხოვნა იყო. ამისთვის ის უნდა გაიყონათ გვერდით შენობაში, სადაც რამდენიმე დეპუტატი იმყოფებოდა. ამიტომ როგორც წესი სიკვდილ მისჯილი ძალდატანების გარეშე და ზოგჯერ ხალისითაც კი მიდიოდა. ასე ებღაუჭებოდნენ ხოლმე უკანასკნელ იმედს. ცხადია, გვერდით შენობაში არავითარი დეპუტატები არ იყვნენ. ეს იყო ცარიელი ოთახი, ბეტონის იატაკით, პატარა თხრილით და ტრაპით, რომელშიც დახვრეტის შემდეგ სისხლი ჩაედინებოდა. ოთახში კართან იდგა ჯალათი. შესვლისთანავე ისმოდა გასროლის ხმა. ბევრი თვლის, რომ დახვრეტა მაკაროვის ან ტეტეს სისტემის პისტოლეტებით ხორციელდებოდა.
ასეც იყო. ოღონდ არა ყოველთვის. იყენებდნენ მცირე კალიბრიან შაშხანასაც. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ახლო მანძილიდან პისტოლეტით გასროლისას ბევრად მეტი სისხლი ეშხებებოდა გარშემო. მცირე კალიბრიანი შაშხანიდან გასროლით კი თავში პატარა აკურატული ნახრეტი ჩნდებოდა. ინსტრუქციის თანახმად გასროლა ხორციელდებოდა მარცხენა ყურის სიახლოვეს, თხემის მარცხენა მხარეს. როდესაც პატიმარი ეცემოდა მას, მაშინვე თავს ნაჭრით უხვევდნენ, ისევ და ისევ იმისთვის, რომ ნაკლები სისხლი დაღვრილიყო. ოთახში შემოდიოდა ექიმი და აფიქსირებდა სიკვდილს. ამის მერე იწყებოდა დოკუმენტებთან რუტინული სამუშაო. დასახვრეტი ჯგუფის წევრები ავსებდნენ პროტოკოლებს და აწერდნენ ხელს. აღნიშნოთ, რომ საბუთები არასდროს დგებოდა დახვრეტამდე. მხოლოდ განაჩენის აღსრულების მერე. ამის თაობაზე სპეციალური ინსტრუქცია არსებობდა. დახვრეტილი პატიმრის ცხედარს კი უბრალო ხის კუბოში დებდნენ და სატვირთო მანქანით სასაფლაოზე მიჰქონდათ. ასაფლავებდნენ სპეცსექტორში, პატარა აბრით, რომელზეც ნომერი ეწერა. ამ სექტორში ასევე კრძალავდნენ უპატრონო მიცვალებულებს და მეტი არავის. დამხრეტი ჯგუფის წევრებს კი დამატებითი დასვენების დღეები ეძლეოდათ. საინტერესოა, რომ საბჭოთა კორუფციამ ამ სფეროშიც შეაღწია. სპეციზოლატორებს სავსებით ყოფნი და ერთი ჯალათი, რადგან ეს სულაც არ იყო ყოველდღიური საქმიანობა, მაგრამ ხშირად შტატში 2-3 ან მეტი ჯალათი ჰყავდათ. სხვათა შორის, საქართველოში, სადაც ჩაწყობა და ნაცნობობა დიდ გასავალში იყო, შტატში შეიძლება კიდევ უფრო მეტი ჯალათი ყოფილიყო. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას განაჩენი არასდროს აღუსრულებია. უბრალოდ შტატში იყვნენ და მაღალ ხელფას და პრივილეგიებს იღებდნენ. ცხადია, იზოლატორის უფროსობა მკვდარი სულების არსებობას უარყოფდა და ჯალათების მთელი რაზმის არსებობას იმით ამართლებდა, რომ არავის უნდა სცოდნოდა კონკრეტულად ვინ აღასრულა განაჩენი. ბუღალტერსაც კი, რომელიც ყველა ჯალათზე გასცემდა პრემია დანამატებს. ცხადია, ეს ყველაფერი თავის მართლება იყო. საბჭოთა კავშირში და საბჭოთა საქართველოშიც თბილ ადგილად ითვლებოდა. ამერიკაში ჰელოვინი ტკბილეულის გარეშე არ არსებობს. ტრადიციულად საშიშ კოსტუმებში გამოწყობილი ბავშვები კარებზე აკაკუნებენ, ადამიანებს აშინებენ და სანაცვლოდ შოკოლადებს და კანფეტებს იღებენ საჩუქრად. ასე დროს არავინ ფიქრობს, რომ უცხო ადამიანისგან გამორთმეული ტკბილეული შესაძლოა სასიკვდილო იყოს. ყოველ შემთხვევაში ასე იყო იქამდე, სანამ ეს გამაოგნებელი შემთხვევა მოხდა. თვითმფრინავის ყველა გამტაცებლის ბედი წინასწარ განსაზღვრულია. ისინი ან ციხეში ხვდებიან, ან ძევლების გათავისუფლების სპეცოპერაციის დროს იღუპებიან. მაგრამ წეს, როგორც იცით, ახლავს გამონაკლისიც. მისტერ დი.ბი. კუპერი, კაცი, რომელმაც გაიტაცა თვითმფრინავი, მიიღო დიდძალი გამოსასყიდი და გაუჩინარდა. ეს არის დანაშაული, რომლის გახსნაც ნახევარი საუკუნეა ვერ ხერხდება.